დღეს მე მოგიყვებით ისტორიას თუ როგორ დამარცხდა დაუმარცხებელი სპორტსმენი, რომელსაც არ უნახია არანაირი წაგება ცხოვრებაში და შეხვდა ისეთ ადამიანს, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელებში ჩაილაგა ქვები და მას მოუგო. როგორც წინა ვიდეოში აგიხსენით, ძალიან მძიმეა ამ ყველაფერზე საუბარი, თუ არა გაქვს რაღაცა ფაქტები და მტკიცებულებები, მაგრამ თქვენგან იმდენი მესიჯი და იმდენი კომენტარები შემოვიდა, რომ ვთვლი, რომ ამ თემას რაღაცნაირად მაინც უნდა შევეხო და ჩემებურად გაგცემთ სულ ყველას პასუხი. კომენტარებში იყო ძალიან ბევრი ვერსიები. იყო ვერსიები დოპინგზე, იყო ვერსიები გაყიდვაზე, იყო ვერსიები, რომ ილია თოფურია ვერ მოემზადა ამ ბრძოლისთვის. იქამდე მივიდა საქმე, რომ ბევრს ჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა გამოიყენა უცხოპლანეტელების ახალი ტექნოლოგიები. მოკლედ ძალიან ბევრი ვერსიები იყო, მაგრამ ამ ვერსიებში გამოკვეთილად ჩანდა სულ უფრო ხშირად და ხშირად თაბაშირი, ბეტონი, ქვები. ხო და დღეს მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბრო ცოტათი ირიბად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფრის დამტკიცება არ შეგვიძლია, მაგრამ დღეს მე გაჩვენებთ ნამდვილ ფაქტს, რომელიც ისტორიაში მომხდარა, რომელიც ძალიან გავდა ამ ბრძოლას, რომელსაც ჩვენ უყურებდით მთელი საქართველო. ჩვენ შევხედავთ ამ ვიდეოს და მე უკვე თქვენი უფლებაა დაიჯეროთ ამ ყველაფრის თუ არ დაიჯეროთ. მტკიცებულება თუ არ არის, ცოტათი ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის უმაღლესი კომპანია გლობალი, რომელიც მეხმარება, რომ ესეთი კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ თქვენ. ასევე არ დაგვავიწყდეს ბურგერ ფერედაისი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომელსაც დღესდღეობით ისევ 35%-იანი ფასდაკლება აქვს ნებისმიერი გამოძახების სერვისში და თუ მე დამიჯერებთ და იგემებთ ამ პროდუქტს, აუცილებლად მოგეწონებათ. მე კიდევ ვიწყებ. ეს ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ეს არის ნამდვილი დრამატული, ბნელი და წარმოუდგენლად უსამართლო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოატყუა ერთმა მებრძოლმა აბსოლუტურად ყველა. მან მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში, როდესაც თავის ხელთათმანებში ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით მუშტების ნაცვლად ნამდვილ ქვებს იყენებდა. და რაც ყველაზე გასაოცარი ამ ყველაფერში, მან თავისი აფერა ისე ოსტატურად განახორციელა, რომ ჩემპიონის სტატუსიც კი არ ჩამოურთმევიათ. დიახ, წლების შემდეგ მთელმა სიმართლე მიჩინა თავი და შოქში ჩააგდო სპორტული სამყარო. თუმცა რადგან კომისიებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს წინა ბრძოლებში ამ სასტიკი მეთოდის გამოყენების დამტკიცება, ყველა მანამდე მოპოვებული გამარჯვება და ქამარი მას დარჩა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდნენ 2008 წელს რინგზე ერთმანეთს ორი მოკრივე, მიგელ კოტო და ანტონიო მარგარიტო. ბრძოლა მიმდინარეობდა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში, ლიმიტი 66 კილოგრამი და სასწორზე იდო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ყველაზე პრესტიჟული WBA-ის ვერსიით. ფსონები წარმოუდგენლად მაღალი იყო. რინგის ერთ კუთხეში იდგა მიგელ კოტო, ნამდვილი პუერტორიკელი სუპერვარსკვლავი და ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელი. იმ დროისათვის ის იყო აბსოლუტურად დაუმარცხებელი ფენომენი. იდეალური რეკორდით 32 გამარჯვება მარცხის გარეშე და რაც მთავარია, მან ამ 32 გამარჯვებიდან 26 დაასრულა ნოკაუტებით. მანამდე კოტომ უკვე მოასწრო პირველი ქვესაშუალო წონის დაპყრობა, გახდა მსოფლიო ჩემპიონი WBO-ის ვერსიით და ახლა მკაცრად დომინირებდა ახალ წონით კატეგორიაში. ის იყო თავისი ერის სიამაყე, წარმოუდგენლად ტექნიკური, ჭკვიანი და საშიში მოკრივე. მეორე კუთხეში მას ელოდა ანტონიო მარგარიტო, მექსიკელი მეტსახელად ტიხუანური ტორნადო. იმ მომენტისათვის მის ზურგს უკან იყო კოლოსალური გამოცდილება, 36 გამარჯვება და 5 მარცხი. მარგარიტო არ იყო ახალბედა ან ვინმე შემთხვევითი ამ შეხვედრამდე, ის უკვე ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს WBO-ს და IBF-ის ვერსიით იმავე წონაში. ამ მებრძოლის მართლა ეშინოდათ. ბევრი ტოპ მოკრივე წლების განმავლობაში გაურბოდა მასთან ბრძოლას, რადგან თითქმის ყველა მასთან შეხვედრის შემდეგ ტვინის შერყვებით წვებოდა საავადმყოფოში. არადანათლად ჩანდა, რომ ის არც სწრაფი იყო, არც რაიმე უნარებით გამოირჩეოდა. უბრალოდ ანტონიო იყო ძალიან გამძლე და ცნობილი იყო თავისი მძიმე დარტყმებით. და აი, ორი ტიტულოვანი ჩემპიონი ერთმანეთს უპირისპირდება რინგში. რათა გაარკვიონ, თუ ვინ არის მათ შორის ქვესაშუალო წონის ნამდვილი მეფე. იმ საღამოს მილიონობით მაყურებლიდან ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როგორი სისხლიანი და უსამართლო კოშმარი და
გატრიალდებოდა მათ თვალწინ. იმ საღამოს მიგელ კოტო რინგზე უდაო ფავორიტის სტატუსით გავიდა. ის თავის მეტოქეზე ფენომენალურად უკეთესი იყო ყველა შესაძლო ასპექტში: სისწრაფეში, საკრივო უნარებში, ინტელექტსა და გამძლეობაში. არავის არც ბუკმეკერებს და არც ექსპერტებს არ სჯეროდა, რომ ამ უნაკლო ჩემპიონს წაგება შეეძლო. მაგრამ საუბედუროდ ამ ბრძოლის სცენარი ნამდვილ კოშმარად იქცა. გონგის პირველივე დარტყმისთანავე ნათელი გახდა. მიგელი სრულიად სხვა დონეზეა. ის რინგზე დაფრინავდა, მოძრაობდა მსუბუქად და გრაციოზულად, აჩვენებდა საკრივო ხელოვნების უმაღლეს პილოტაჟს. კოტო ვირტუოზულად უსხლდებოდა შეტევებს, წარმოუდგენლად ეფექტურად მუშაობდა კონტრშეტევებზე და მეტოქეს უბრალოდ ზუსტი დარტყმების წვიმას აყრიდა. ის იყო უფრო სწრაფი, მობილური და ჭკვიანი. ის ადამიანი, რომელმაც კრივი პირველად ჩართო, პირველივე წუთებიდანვე მიხვდებოდა თუ ვინ იყო აქ რინგის ნამდვილი ბატონ პატრონი. მიგელი დამაჯერებლად აგროვებდა ქულებს და მეთოდურად რაუნდიდან რაუნდამდე თავის ოპონენტს ნაწილებად შლიდა. რა თქმა უნდა, ანტონიო მარგარიტო იშვიათად პასუხობდა და თავისი დარტყმებიც მიჰქონდა მიზნამდე, მაგრამ კოტო მას ზუსტი დარტყმების რაოდენობით რამდენიმეჯერ აღემატებოდა. და აი ბრძოლის ეკვატორის შემდეგ მეექვსე რაუნდისკენ მაყურებლებმა და ექსპერტებმა რაღაცა საზარელი და პარადოქსული რამის შემჩნევა დაიწყეს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ადამიანი, რომელიც ორჯერ ან სამჯერ უფრო ხშირად ურტყავს, რომელიც ფაქტობრივად ხრեց მეტოქის დაცვას, თავად იწყებს ისე გამოყურებას, თითქოს სატვირთო მანქანამ გადაუარა. მარგარიტოს სახეზე, რომელმაც ასობით სუფთა დარტყმა მიიღო, ერთი სერიოზული დაზიანებაც კი არ აღენიშნებოდა. სამაგიეროდ მიგელ კოტოს სახე იყო გასისხლიანებული. იმ მომენტში ვინმეს ბრძოლა რომ შეეჩერებინა და უბრალოდ გამლელისთვის ეჩვენებინა ორივე მებრძოლის სახე, ნებისმიერი დამაჯერებლად ითხოვდა. მარგარიტო იგებს, ის უბრალოდ ანადგურებს ამ ბიჭს. კოტოს სახე არაბუნებრივად დაუსივდა. ორთაბრძოლების ჭეშმარიტმა ფანებმა განგაშის ზარის შემოყრა დაიწყეს. აქ რაღაცა კატასტროფულად რიგზე ვერ იყო, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მეშვიდე რაუნდიდან დაწყებული კოტომ პოზიციების დათმობა დაიწყო. მარგარიტოს თითოეულ თუნდაც მსუბუქ დარტყმას პუერტო-რიკოლის სახეზე საზარელი ჰემატომები მოჰქონდა. ამის ყურება ფიზიკურად მტკივნეული იყო, მაგრამ მიგელმა ნამდვილი მეომრის გული გამოავლინა. განადგურებული სახით, არაადამიანური ტკივილის გაძლების ფონზე, ის აგრძელებდა სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას და გაშვებული დარტყმების სტატისტიკით მექსიკელს მაინც ჯობნიდა. თუმცა ზიანი კოლოსალური და ნორმალური ბრძოლის გაგრძელებასთან შეუთავსებელი იყო. იმ მომენტში არენაზე არავინ იცოდა საშინელი სიმართლე. ხოლო დროთა განმავლობაში ისტორია ყველაფერს თავის ადგილებზე დააყენებს და სამყარო შეწრწუნდება, როდესაც გაიგებს, რომ ეს გმირი ბიჭი ცდილობდა ეჯობა ადამიანისთვის, რომელსაც ხელთათმანების ქვეშ ნამდვილი ქვები ჰქონდა დამალული. კულმინაცია მე-11 რაუნდში დადგა. ძალებმა საბოლოოდ მიატოვეს ტანჯული სისხლისგან დაცლილი მიგელი. დაგროვილი ზებუნებრივი ზიანის გამო ის იძულებული გახდა ცალმუხზე დაჩოქილიყო და სწორედ ამ მომენტში ვლინდება ანტონიო მარგარიტოს ნამდვილი არცი. ის ახორციელებს ვერაკ არალეგალურ დარტყმას უკვე მუხზე მდგომ დაუცველ მეტოქეზე. მაშინ ბრძოლის ესხში ბევრმა ეს ემოციებსა და მომენტის ეფექტს მიაწერა, მაგრამ დრო აჩვენებს, რომ მარგარიტო არაუბრალოდ ცივსისხლიანი აფერისტი, არამედ სასტიკი, უპრინციპო ადამიანი იყო, რომელიც გამარჯვების გულისთვის მზად იყო სამუდამოდ გაენადგურებინა დაუმარცხებელი ჩემპიონის ჯანმრთელობა და კარიერა. მიგელმა საკუთარ თავში წამოდგომის ზალა იპოვა. მას სცადა ბრძოლის გაგრძელებმა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ის დაუმარცხებელი კოტო. ის უბრალოდ უკან იხევდა, ცდილობდა ამ სასაკლაოსგან თავის დაღწევას და საბოლოოდ საზარელ ზიანს ვეღარ გაუძლო და თავად დაეშვა რინგის იატაკზე. ტოტალური სისხლიანი განადგურება. მთელი სპორტული სამყარო შოკში გაიყინა. საკუთარ თვალებს ვერავინ უჯერებდა. როგორ შეიძლებოდა მებრძოლს, რომელიც უკეთესად მოძრაობდა, გენიალურ ტექნიკას აჩვენებდა და ბევრად მეტ დარტყმას აყენებდა მეტოქეს, ასე სასტიკად წაეგო და მიეღო ტრავმები, რომლებიც უფრო უმძიმეს ავარიის შედეგებს გავდა. საკრივო საზოგადოება აღშფოთებისგან აფეთქდა. ათასობით ხმა ყვიროდა და მოითხოვდა მარგარიტოს დაუყოვნებლივ შემოწმებას დოპინგზე. ყველა აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი რამ მხოლოდ მძიმე აკრძალული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იყო შესაძლებელი. ხალხის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ სპორტული კომისიები საზოგადოების აზრს დააყნენ და ანტონიო მარგარიტოს დეტალური შემოწმება ჩაუტარეს. მაგრამ შედეგებმა ყველამ კიდევ უფრო შოქში ჩააგდო. დოპინგი ვერ აღმოაჩინეს. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ არაადამიანური სისასტიკის საიდუმლო მექსიკელის სისხლში კი არა, მის ხელების სახვევებში იმალებოდა.
კოტოსთან სისხლიანი სასაკლაოდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ 2009 წლის 24 იანვარს ანტონიო მარგარიტო თავის პირველ ტიტულის დაცვაზე გამოდის. მისი მეტოქე ხდება სპორტის ნამდვილი ხატი, ვეტერანი და კრივის ცოცხალი ლეგენდა შუგარ შეინ მოზლი. იმ დროისათვის მოზლი უკვე სუპერვარსკვლავი იყო, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი სამიწონით კატეგორიაში, ფენომენალური ხელების სისწრაფის მფლობელი და ადამიანი, რომელმაც ისტორიაში პირველად შეძლო თავად ოსკარ დე ლა ჰოიას სუფთად დამარცხება. მიუხედავად მოზლის სასაკისა ბრძოლა გრანდიოზული უნდა ყოფილიყო. კრივის სამყაროში კოტოსთან ბრძოლის შემდეგ ბევრი ინტუიციით გრძნობდა, რომ მარგარიტო უსამართლოდ იგებდა. ჰაერში ტყუილის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა კონკრეტულად რაში იყო საქმე. დოპინგი არ ყოფილა, ხელთათმანები სტანდარტული იყო, პასუხი გასახდელში იმალებოდა. პროფესიონალური კრივის ურყევი წესების თანახმად გასახდელში ხელების ტეიპირებისას, ანუ შეხვევის დროს, მეტოქის გუნდის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს პროცესს, რათა მის პატიოსნებას მიადევნოს თვალი. და მარგარიტოს გასახდელში შევიდა შეინ მოზლის მწვრთნელი, ნაზიმ რიჩარდსონი. ეს არ იყო უბრალოდ მწვრთნელი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, დეტალებზე ორიენტირებული და ბრძენი მენტორი კრივის ისტორიაში. მანამდე ის ლეგენდარულ ბერნარდ ჰოპკინს წვრთნიდა. რიჩარდსონის მოტყუება შეუძლებელი იყო. ის ყურადღებით, ხორივით აკვირდებოდა ხავიერ კაპატილიოს, მარგარიტოს მწვრთნელის თითოეულ მოძრაობას. რაღაც მომენტში კაპატილიომ ჩანთიდან ამოიღო და სადა მარგარიტოს ბინტებში საეჭო ძველი საფენის ჩადება. რიჩარდსონი დააკვირდა და შენიშნა, რომ ის საფენი ისე გამოიყურებოდა თითქოს ფქვილში ან რაღაცა მტვერში იყო ამოვლებული. მოზლის გამოცდილმა მენტორმა წამიერად სკანდალი ატეხა. მან კატეგორიულად მოითხოვა ამ ბინტების დაუყოვნებლივ ამოღება. ათლეტურმა კომისიამ პატივცემულ მწვრთნელს მოусმინა. საფენები მტკიცებულებისთვის პლასმასის პარკში მოათავსეს და ექსპერტიზაზე გააქანეს. ხოლო მარგარიტოს აიძულეს ხელები აბსოლუტურად სუფთა სტანდარტული მარლის ბინტებით ხელახლა შეეხვია უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. მარგარიტო რინგზე გავიდა და აქ მაყურებელმა სრულიად ახალი შოკის მომრგველი სურათი იხილა. ანტონიო ზუსტად იგივე სტილში იბრძოდა, ისევ მიდიოდა წინ, ისევ ისროდა თავის საფირმო დარტყმებს, მისი ტექნიკა და მოძრაობები ოდნავაც არ შეცვლილა. მაგრამ რატომღაც მის დარტყმებს აღარანაირი ზიანი აღარ მოჰქონდა. შეინ მოზლიმ კი პირიქით მექსიკელი უბრალოდ დეკლასირებული დატოვა. ის იყო ელისებურად სწრაფი, ტექნიკური, მისი კომბინაციები მარგარიტოს დაცვას ნაკუწებად აქცევდა. ამჯერად ტიხუანორმა ტორნადომ სუფთა სპორტის წესებით ნამდვილი სასჯელი მიიღო. 9 რაუნდის განმავლობაში მოზლი სასტიკად ცემდა ჩემპიონს, სანამ მე-9 რაუნდში უმძიმეს ნოკაუტში არ გაგზავნა იგი. შეინ მოზლიმ სენსაცია მოახდინა და მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა, მაგრამ იმ საღამოს არენაზე ვერავინ წარმოიდგენდა თუ როგორი საინფორმაციო ბომბი აფეთქდებოდა რამოდენიმე დღეში. სულ მალე კალიფორნიის იუსტიციის სამინისტროს ლაბორატორიიდან იმ ამოღებული ბინტების ექსპერტიზის პასუხები მოვიდა. ანგარიშმა სპორტული სამყარო შოქში ჩააგდო. ფხნილი, რომლითაც უკვე იყო გაჟღენთილი მარგარიტოს საფენები, გოგირდისა და კალციუმის ნარევს წარმოადგენდა. მე გეტყვით როგორ მუშაობს ეს. მოკრივე მძიმე ბრძოლის დროს წარმოუდგენლად ბევრს ოფლიანობს. მისი ხელები დახურული ტყავის ხელთათმანების შიგნით თითქოს საუნაშია. როდესაც ეს ქიმიური ნარევი რეაქციაში შედის ოფლთან და ჟანგბადთან, იწყება გამაგრების პროცესი. ფხნილი ფაქტობრივად თაბაშირად იქცევა. როდესაც ეს ქიმიური ნარევი რეაქციაში შედის ოფლთან და ჟანგბადთან, იწყება გამაგრების პროცესი. ფხლივი ფაქტობრივად თაბაშირად იქცევა. ყოველი რაუნდის ყოველი წვეთის ოფლის შემდეგ მარგარიტოს ხელთათმანებში რბილი ბინტები ქვავდებოდა და მონოლიტურ ბეტონის ყალიბად იქცეოდა. აი რატო ამტრევდა მარგარიტო გვიან რაუნდებში ძვლებს და რატომ აქცევდა მეტოქეების სახეებს სისხლიან მასად. სიმართლის გაგებისთანავე ათლეტურმა კომისიამ დაუყოვნებლივ მოახდინა ანტონიო მარგარიტოს და მისი მწვრთნელის დისკვალიფიკაცია. თავსატეხი საბოლოოდ აეწყო. მთელმა მსოფლიომ გაიხსენა მიგელ კოტოს დასახიჩრებული სახე. ყველა იმ მოკრივისთვის, რომლებიც მანამდე მარგარიტომ სასტიკად დაანოკაუტა, სრულიად ნათელი გახდა თუ რატომ იღებდნენ ასეთ ანომალიურ, არაადამიანურ ზიანს. ერთ წამში მარგარიტო მსოფლიო სპორტში ყველაზე საძულველი ადამიანი გახდა. თუმცა კრივის იურიდიულმა კომისიამ ვერაფერი გააკეთა. ყველა მარგარიტოს წინა ქამარი და სტატუსი მასვე დარჩა. რატომ? იმიტომ რომ წარსული გამარჯვებების გასაუქმებლად საჭიროა ფიზიკური მტკიცებულებები, ის ბინტები სწორედ იმ ბრძოლიდან. და რადგან კოტოსთან ბრძოლის შემდეგ ბინტები უბრალოდ სანაგვეში გადაყარეს, ამ ამბის დამტკიცება იურიდიულად შეუძლებელი იყო. დანაშაულზე წარსწრებულმა მებრძოლმა დაუყოვნებლივ დაიწყო მხდალი თავის მართლება. მე არაფერი ვიცოდი, მე უბრალოდ ხელებს ვუშრობ, მწვრთნელი კი მათ მიხვევს. მე სრულიად ვენდობი ჩემს კუთხეს. განუცხადა მარგარიტომ კომისიასა და პრესას. მისი მწვრთნელი კაპეტილიო კი ყვებოდა ზღაპრებს იმის შესახებ თუ როგორ შეეშალა შემთხვევით ჩანთები და ამოიღო ძველი საფენები, რომლებიც
შედარებით მძიმე ტომრებზე სავარჯიშოდ გამოიყენებოდა. რა თქმა უნდა, ამ საბრალო გამართლების არავის ჯეროდა. არც ერთ პროფესიონალ მებრძალს არ შეუძლია ვერ შეამჩნიოს, რომ 1 საათის განმავლობაში მის ხელებზე ბეტონის ბლოკი კიდია. ანტონიო მარგარიტოს კარიერა და რეპუტაცია სამუდამოდ განადგურდა. დიახ, სიმართლე მიჩინა თავი და ყველაფერი კრისტალურად ნათელი გახდა. მაგრამ საცოდავი მიგელ კოტოსთვის ეს ძალიან სუსტი ნუგეში იყო. ანტონიო მარგარიტომ უკვე გაანადგურა მისი კარიერა, მიაყენა გამოუსწორებელი ფიზიკური და ღრმა ფსიქოლოგიური ზიანი. იმ პირველი საშინელი ცემის შემდეგ კოტო საკუთარ თავს აღარ გავდა. მას ხანგრძლივი და მძიმე მკურნალობა დასჭირდა. არადა ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა წარმართულიყო. ბეტონის ხელებთან შეხვედრამდე მიგელი დაუმარცხებელი ფენომენი იყო. მებრძოლი კონკურენტების გარეშე, რომელიც დამაჯერებლად მიიწევდა კრივის აბსოლუტური ლეგენდის სტატუსისკენ. და ახლა მარცხების გრაფაში ეს მოპარული ნული მიგელს ღამით ძილის საშუალებას არ აძლევდა. თაბაშირის შესახებ სიმართლის გაგების შემდეგ მთელ სამყაროს და პირველ რიგში თავად მიგელ კოტოს მხოლოდ ერთი რამ სწუროდა: რევანში. და აი, როდესაც მარგარიტომ თავისი დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა, მათი გზები კვლავ გადაიკვეთა. მიგელისთვის ეს არ იყო უბრალოდ მორიგი შეხვედრა, ეს იყო მისი ცხოვრების ბრძოლა. პრინციპული ომი სიმართლისთვის, თავისი მოპარული გამარჯვებისთვის, პატიოსნებისა და სუფთა სპორტის იდეისთვის. ის რინგზე გამოდიოდა, რათა მართსაჯულების მახვილი გამხდარიყო. მარგარიტო კი იძულებული იყო ეს გამოწვევა მიეღო. მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ თავისი არალეგალური უპირატესობის გარეშე ის განწირული იყო, მაგრამ მექსიკელი შეუძლებლის დამტკიცებას ცდილობდა. თითქოს პირველ ბრძოლაშიც მან პატიოსნად გაიმარჯვა, თუმცა ამის უკვე აღარავის ჯეროდა. ბრძოლა დაიწყო და მაყურებელმა წარმოუდგენელი დეჟავიუს გრძნობა განიცადა. ყველაფერი ზუსტად ისე მეორდებოდა, როგორც პირველ შეხვედრაში. მიგელ კოტომ პირველივე რაუნდიდან დაიწყო მეტოქის მეთოდურად დაშლა. ის კვლავ სწრაფი და მობილური იყო. მისი მრავალდარტყმიანი კომბინაციები აფერის ფაქტობრივად ანადგურებდა. ამ საღამოს მიგელში თითქოს პრაიმში მყოფი მაიკლ ტაისონის სული ჩასახდა. ის ფენომენალურად უსხლდებოდა შეტევებს და უსასტიკეს აქცენტირებულ დარტყმებს აყენებდა. ყველაზე მთავარი განსხვავება კი სხვა რამეში მდგომარეობდა. ანტონიო ისევ როგორც მაშინ იშვიათად, მაგრამ მაინც აღწევდა მიზანს. მაგრამ ამჯერად მიგელი მის დარტყმებს უბრალოდ ვერ გრძნობდა. ხელთათმანებში ცემენტის გარეშე მარგარიტოს მუშტებს აღარ მოჰქონდა ის დამანგრეველი კატასტროფული ზიანი. კოტომ თავისი ჩაგვრელი დეკლასირებული დატოვა. ყოველი რაუნდით ის სულ უფრო უკეთესი და ზუსტი ხდებოდა. მარგარიტო კი შეუბრალებლად ქრებოდა. ახლა სცენარი ამოტრიალდა. ამჯერად ანტონიოს სახე იყო გასიებული. მიგელი ურტყავდა მაგრად, მიზანმიმართულად, იყრიდა ჯავრს საკუთარი თავისთვის და ყველა იმ მებრძოლისთვის, ვისი ჯანმრთელობაც მარგარიტომ თავისი თაბაშირის მუშტებით გაანადგურა. მექსიკელს მარჯვენა თვალი იმდენად დაუსივდა, რომ მთლიანად დაეხუჭა და ბრმა სამიზნედ იქცა. 9 რაუნდის განმავლობაში კოტო მართსაჯულებას აღასრულებდა. მან იმდენად გამოფიტა და სცემა აფერისტი, რომ მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და მე-10 რაუნდის წინ ექიმმა ორთა ბრძოლა შეაჩერა. მიგელ კოტომ გაიმარჯვა. ეს იყო სუფთა, უპირობო გამარჯვება, სიკეთის ბოროტებაზე დიადი ტრიუმფი, რომელმაც სამუდამოდ დასვა ყველა წერტილი და მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ სინამდვილეში ვინ იყო ანტონიო მარგარიტო. მაგრამ მთელ ამ ისტორიაში არის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. რომ არა შეინ მოზლის მწვრთნელის, ნაზიმ რიჩარდსონის სიფხიზლე, რომელმაც მაშინ ექსპერტიზა მოითხოვა, მსოფლიო შესაძლო ვერასდროს გაიგებდა სიმართლეს. ეს ქიმიური ფხვნილი ზუსტად ისევე თეთრი ფერის იყო, როგორც სამედიცინო მარლა. ფიზიკურად მისი ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ბრძოლის წინ ხელების სტანდარტული შემოწმების დროსაც კი ვერავინ მიხვდებოდა თუ რა იდო იქ, რადგან ქვა მოგვიანებით ოფლის განყალიბდებოდა. ეს იყო იდეალური დანაშაული, რომელიც ერთმა ყურადღებიანმა და უკომპრომისო მწვრთნელმა გამოიწია. ბრძოლის შეჩერების შემდეგ რინგზე აბსოლუტური სიგიჟე სუფერდა. კოტოს გუნდი ზეიმობდა, დარბაზში ახტაცებისგან ღრიალებდა და დიად სამართლიანობას აღნიშნავდა. დარბოდნენ ბედნიერი მწვრთნელები, მაყურებლები ჭკუიდან გადადიოდნენ და მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა მშვიდი. მიგელ კოტოს არც ერთხელ არ გაუღიმია. ის სიხარულისგან არ ხტუნავდა. ის უბრალოდ მივიდა და ჩუმად თვალმოუშორებლად უყურებდა თავის დამარცხებულ დასახიჩრებულ მტერს. ამ მძიმე მზერაში ყველაფერი იყო: წარსული წლების ტკივილი, დამსხვრეული იმედები და აღსრულებული შურისძიების ცივი კმაყოფილება. მან ის მორალურად და ფიზიკურად გაანადგურა. ამ დამარცხებული და დამტრეული მარცხის შემდეგ მალევე ანტონიო მარგარიტომ განაცხადა, რომ თავის კარიერას ასრულებს.
აქ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა. რატო გამოიყურება ჯასტინ გეიჯის ყველა მეტოქე ისე თითქოს გალიაში ქვებით ცემეს? კი ბატონო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯასტინ გეიჯის მძიმე დარტყმა აქვს, მაგრამ თუ მისი დარტყმა ასეთი ძლიერია, რატო უჭირს მოწინააღმდეგეების სუფთა ნოკაუტში გაშვება? აი ვინც ნამდვილად იცის, როგორ უნდა გაუშვა მეტოქე ნოკაუტში, ეს ილია თოფურია. და დააკვირდით ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. ილიას უმძიმესი ნოკაუტების შემდეგ არც ერთ მის მოწინააღმდეგეს არ აქვს სახეზე საშინელი დაზიანებები. რაშია საქმე? რატომ ხდება ასე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.